გამარჯობა მეგობრებო, ეს არის კომშიომში, მე ვარ ნიკო, ეს არის ანდრია და ჩვენი პოდკასტ ბურთის მორიგი ეპიზოდი უნდა შემოგთავაზოთ და მორიგჯერზე უნდა ვისაუბროთ მანჩესტერზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მანჩესტერ იუნაიტედის ფანები. ფიქრობთ რომ ეს ვიდეო უნდა წავშალოთ უბრალოდ და ყველამ დავიწყოთ თითქოს ეს პოდკასტი. ეჰაგი მოუყარეს თითქოს ყველა ვიც უნდოდა. ავიცი ხო საბაზისო დონეზე მე გარან ფეხი თამაში თუმცა ჩვენ ამაში ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს რომ დავიჩაგრებთ. სირბილში ეთყობა რომ სხვაგანაა საერთოდ. გეგონება ცალკე მოიდანზე დარბის. ჯერჯერობით არ ფული ჩაგვირიც. მე ხო. ტიტულარი შეგვიგო. ტიტულარი ომარ ფერადა საგავი. სანამ ჩვენი პოდკასტის ეპიზოდს დავიწყებდე, დასაწყისშივე გვინდა აღნიშნოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის გზა არის ევროპაში, არა რუსულ ყველაფერს და გვინდა რომ ყველა პოლიპატიმარი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს და ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა აუცილებლად არის ევროკავშირში და ევროატლანტიკულ სტრუქტურებში და ჩვენი სრული ხარდაჭერა აქციის მონაწილეებს. საქართველოს გზა ევროპაშია. საქართველოს გზა ევროპაშია. გამოდი დღეს. მოდი მაშინ დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ რუბენ ამორიმზე. რუბენ ამორიმი გვინდა შევაფასოთ. რუბენ ამორიმის ახალ ერას. ჩვენ წინა პოდკასტი ჩაწერილი გვაქვს მანჩესტერზე, სადაც ერიკ ტენ ჰაგს ვაფასებთ, გარკვეული დადებითი შეფასებებიც გვაქვს, უარყოფით შეფასებები, ჩვენი პროგნოზები, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო უნდა წავშალოთ უბრალოდ და ყველამ დავიწყოთ თითქოს ეს პოდკასტი არ გამოვიდა. თუმცა მაშინ ისეთ ეტაპზე იყო გუნდი, რომ მართლაც თითქოს გვეგონა პროცესი იყო, თუმცა როგორც განვითარდა მოვლენები, ერიკ ტენ ჰაგ როგორც განავითარდა მოვლენები. აი, მაშინ ზაფხულიდან მივყვეთ, მაშინ საზაფხულო პერიოდიდან წინა სეზონი დასრულდა, ისე თუ ასე მოვიგეთ FA-თასი, რაღაც შედეგი დაიდო, პოზიტივი სეზონის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვამყარებდი ძალიან დიდ იმედებს. როგორ შეაფასებდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას? ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემი აზრით ძალიან კარგი ტრანსფერები გაკეთდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვისაც აი ტეჰაგს ვისაც უნდოდა თითქმის ყველა მოიყვანეს. აი პრაქტიკულად საერთოდ ტეჰაგი რაც უსებს შევაფასოთ ტეჰაგი და მე გადავიდეთ რუბენ ამორიმს. ტეჰაგი მოუყარეს თითქმის ყველა ვინც უნდოდა. ანტონი, ყველა აი დე იონგის გარდა. ტეჰაგს მოუყარეს ყველა ვინც უნდოდა და თან ფერგისონის შემდგომ ვინც კი ყოფილა მწვრთნელები, ზოგისთვის მცველი არ მოყავდა, ზოგისთვის ნახევარმცველი არ მოყავდა. ყველა რაღაცას ითხოვდა და რაღაცას არ უკმაყოფილებდნენ და ყველაზე დიდი თანხა გამოუყეს ერიკ ტენ ჰაგს 700 მილიონამდე დახარჯა და შემთხვევა აი ბოლო სეზონზე აი ფათასის მერე ასე თქონდა ტრანსფერებზე. ისეთი ტრანსფერები გაკეთდა, იგივე ზეგზეს დამატება, ლენიორო, დელიხტი, მაზრაოვი. თითქმის სტაბილურობა იყო, რომ აი всё, გუნდი დაკომპლექტდა და ამ სეზონში ველოდებით უკვე რაღაცა მინიმუმ იმას, რომ პრემიერ ლიგის 4-ზე კი არა, საერთოდ ბრძოლაში გავიწევდით. თუ მოგება თუ არა, რაც ბრძოლაში მაინც გავიწევდით და ალბათ ყველა ესე ფიქრობდა მანჩესტერის ფანები ისეთ მარჟალურ ნოტაზე დავასრულეთ ამ სეზონი, სიტის მოვუგეთ ფინალში, თუმცა შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად. ხო, დაიწყო სეზონი და წაგებები, ფრეები და საშინი. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ. კი, მაგრამ შემდგომ შევაფასოთ რუბენ ამორიმის დანიშვნა. სანამ რუბენ ამორიმი დაინიშნებოდა, მანამდე დროებით იმ მწვრთნელის ყავდა, ვან ნისტერროი და ძალიან კარგი შედეგი დაძლო. 4-დან 3 თამაში მოიგო, 1 ფრე დაასრულა, ბურთებიც შეფარდება ძალიან მაღალი ჰქონდა, ვაურზე თუ რაღაცა. და ბევრი დავა იყო მაგასთან დაკავშირებით, რომ რუბენ ამორიმის ასისტენტად ხარ დარჩენილი იყო, თუმცა მაგ კუთხითაც თათ ხელმძღვანელობას ვერ გავეტიკებ, რომ ვან ნისტერროი გაუშვებდა. ხო, როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის და თავისი სამსახური მოყავდა. მაგრამ თუმცა კარგი იქნებოდა სადმე საბოლოო ჯამში ვან ნისტერროის სეზონის ბოლომდე დარჩენა ჯობდა ჩემთვის, მე ეგრე ვფიქრობ. თუმცა ვან ნისტერროის სეზონის ბოლომდე დარჩენა ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რუბენ ამორიმი ახლავე მოსულიყო. ეს შეგვიძლია დადებითადაც შევაფასო და უარყოფითადაც. იმიტომ რომ შემთხვევაში თუ კი სეზონის ბოლოს მოვიდოდა რუბენ ამორიმის თავის სისტემის დანერგვა უნდა დაიწყო ზაფხულიდან და შემდგომი სეზონის სტარტიც ისეთი შეიძლება უკვე არ ყოფილიყო ისეთი ძლიერი, რადგან ადაპტირებული არ იქნებოდა გუნდში. თან ახლა ტეჰაგმა ისეთი სიტუაცია დაუტოვა რუბენ ამორიმს, რომ ტეჰაგი იყო აი წრილის ბოლოში იყო ისედაც რა, სანამ რუბენ ამორიმი მოვიდა და ფაქტობრივად არაფერი წინ არ წაიყვანა გუნდი რუბენ ამორიმმა, თუმცა უკანასკნელ დაკეტა ტეჰაგი სადღაც 13-14 მე-10 ეს სეზონი
რუბენ ამორიმის იქნება მაქსიმალურად დასაკვირვებელი სეზონი და ზაფხულში გადაწყვეტავს ჩემი აზრით უკვე აი ანტონი გაუშვებს გილოცავ. ხო, რეალ ბეტისში რაშფორდზეც იწერება უკვე თითქმის რომ დორტმუნდში აქ ცალი ფეხიო. და მალასიაზეც იწერება რომ იჯარით დატოვებს გუნდს ამ ზამთარში. მაგრამ აი იმაზე რომ დავბრუნდე რუბენ ამორიმი რომ მოეყვანა ზაფხულში ეგ უარყოფით შედეგი ექნებოდა, თუმცა ნისტეროი რომ დაეტოვებიათ სეზონის ბოლომდე ის დადებით შედეგი იქნებოდა რომ ეს სეზონი ეგეთ ჩავარდნა არ იქნებოდა. აი ნისტერლომ ისე დაიწყო, მეც გონია რომ თან გუნდის ლეგენდაა და რაღაცნაირად რაღაც ხო ის აი ზიდანის ეფექტი იყო რეალში რომ მოვიდა. დადებითად ბენიტესი შემდგომ რომ ზიდანი შემოვიდა უცებ ხო, სულშერის ეფექტი ექნებოდა ნისტეროის მეც ეგ რომ კი, მაგრამ თუმცა დიდი პროექტისთვის დიდი პროექტიც არ იქნებოდა რაღაც შორ მანძილზე გათვლილი აქცენტი მაგაზე გაკეთდა ნინეოსის მხრიდან რომ უფრო შორ მანძილზე იყო. მაინც საბოლოო ჯამში ნუ ისე თუ ასე მოდი დადებითად შევაფასოთ რომ ახლავე მოიყვანეს რუბენ ამორიმი და თუმცა ისაა ცუდი რომ მანჩესტერის ფანებს ისევ შემდეგ სეზონზე უწევთ ფიქრი ამ სეზონში. არასდროს არცოზე არ ფიქრობთ. ყოველთვის არსენალივით და ლივერპულისავით ლივერპულს დაცინოდნენ შემდეგ სეზონში მოიგებდნენ ეტლს და არსენალსაც ეგრე დაცინოდნენ და ჩვენ ევრამ როგორც თქვა არსენალი Netflix-ის სერიალს გავს. სულ შემდეგ სეზონს ახლა ჩვენ ვართ ეგეთ მდგომარეობაში რაც თუმცა ჩვენ დავრუნდებით. გაქვს მაგის იმედი? კი. ამ სურთული საკითხია თუმცა მგონია რომ რუბენ ამორიმე მაგალითად რუბენ ამორის იმედი მაქვს თუ ხელმძღვანელობა და ინეოსი შეუწყობს ყველანაირად. გადავიდეთ მაშინ რუბენ ამორიმიზე საუბარზე. რუბენ ამორიმის თავიდანვე გამოიკვეთა რაც ხალხშიცემ იყო ის რომ სისტემა შეცვალა, ტაქტიკა შეცვალა, სამცველიან ტაქტიკაზე გადაიწყო გუნდი და ზოგადად ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდებოდა აზრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს რომ ეს ტაქტიკა არ არის საპრემიერ ლიგო ტაქტიკა და ვერ გაამართლებს. თუმცა რუბენ ამორიმი მე ის ძალიან მომწონს რომ ამბობს ყველა პრესკონფერენციაზე იმასაც ამბობს რომ მანჩესტერის ისტორიაში ძალიან ცუდი გუნდი ვართ და ყველაზე ცუდი გუნდი ვართ. ტენჰაგისგან განსხვავებით. ეს იყო ისტორიის, მაგრამ მაინც ამბობს რომ ჩემს სისტემას არ შევცვლიო, იმიტომ რომ ამ სისტემის დასანერგად მოვიდა და იცის რომ მომავალში რაღაც შედეგს გამოიღებს. ხო, ნუ ზოგადად ეგეთი სისტემური მწვრთნელები როგორც არიან რუბენ ამორიმი და ზოგადად მქონია მაგალითები სისტემური მწვრთნელების, ანუ ეგენი არ ცვლიან დიდად ტაქტიკას. იგივე გვარდიოლას ეს სულ 4-3-3 ტიკიტაკა და რაღაც ეგეთი ტაქტიკა აქვს ხოლმე და იგივე კონტესაც ეგეთი ტაქტიკა აქვს ხოლმე და ანუ ზოგადად სისტემური მწვრთნელები, ანუ ხშირ შემთხვევაში არ ცვლიან რა, არ ცვლიან ტაქტიკას და მაგ შემთხვევაში ნუ ჩვეულებრივ რაღაცა რუბენ ამორიმის მესმის რომ არ ცვლის ტაქტიკა და უნდა რომ აი ეს ამ სისტემამ გაამართლოს. თუმცა ჩემი აზრით თუ არ გაამართლა რაღაც სხვა ვარიანტებიც ექნება. ჯერჯერობით ამ იმას სქემას ასე ვთქვათ, უნდა რომ ამ სქემით თამაშოს და დანერგოს ეს სქემა და მაგაში თქვათ რომ ანუ კი პრემიერ ლიგაში არ ამართლებს ძირითადად ეს ტაქტიკა და ყველა თითქმის ყველა ტოპ გუნდი 4-3-3 თამაშობს. თუმცა იყო შემთხვევები რამოდენიმე წელს წინ კონტემ როცა დაადო შედეგი აი ამ წყობით ტუხელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო კონტემ მოიგო პრემიერ ლიგა და ანუ თან ჩემი აზრით ეს კიდევ უფრო აი კონტე და ტუხელი შედარებით უფრო დაცვითი სამცველიანი ტაქტიკა და ეს კიდევ უფრო მე მგონია რომ შემტევითი სამცველიანი ტაქტიკა ეს და ნახოთ ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი დრო დაჭირდება და ტენჰაგისგან განსხვავებით რუბენ ამორიში რაც მოწონს შენც ახსენე რომ ყველაფერს აღიარებს რა ადეკვატური კომენტარები აქვს და ტენჰაგის აი უკვე მე ტენჰაგის წასვლა უკვე აი კომენტარებიდან გამომდინარე მინდოდა სიმართლე გითხრა რა აი ისეთ კომენტარებს აკეთებდა რომ უკვე მოდი საშინელად ითამაშებდა და ჩვენ კარგად ვითამაშებდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და თითქოს რაღაცნაირად დაცინოდა სავით გულს ესე გამოსდიოდა და რუბენ ამორიმი აბსოლუტურად განსხვავებულია და ჩემი აზრით ამ კაცმა იცის სად მოვიდა აბსოლუტურად გააზრებული ეს ყველაფერი და უბრალოდ შეიძლება ეს ძალიან დიდი დრო დაჭირდეს და ამაში ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედის გულს შევაგრებთ და დავიჩაგრებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მე პირადად მაქვს იმედი რომ გამართდება. თუმცა ამას ლოდინი დაჭირდება. რუბენ ამორიმში კიდე მე რაც ძალიან მომწონს არის ის რომ მას აქვს უნარი თამაში შეცვალოს. მაგალითად ჩვენ ვიცით ფეხბურთში რამდენი კამბექი გააკეთა. არის ფეხბურთში ეგეთ გამოთქმა რომ მეორე ტაიმს იგებენ მწვრთნელები. ჩვენ დიდ გუნდებთან ნახეთ რუბენ ამორიმმა მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეზე უკეთესი გუნდი გამოიყვანა. ეს იყო ლივერპულთან თამაში, ეს იყო არსენალთან თამაში, ეს იყო მანჩესტერ სიტიდან თამაში. ორივე თამაში გუნდი ნორმალურად თამაშობდა პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესად თამაშობდა. და ასევე ის უნდა აღვნიშნოს რომ რუბენ ამორიმის გამოსდის დიდ გუნდებთან კარგად გუნდის მომზადება, რაც ტენჰაგს არ გამოსდიოდა. კი. დიდ გუნდებთან მანჩესტერი ყოველთვის
კი, დიდ გუნდებთან გუნდებთან აგებდა. ხო, აი დიდ გუნდებთან ეგ ხო დაამტკიცა ლივერპულთან ხო. და ანუ ესე ვთქვათ 1-2 გავარდნა კი ქონდა ეხა აქცაც. მაგაში ცოტა სულ შეერგავს რუბენ ამორიმი რომ სულ შესაც მოწონდა ეს დიდ თამაშებში უფრო მაგაში ცეთყუა თითქოს რომ მანჩესტერელი აი ტეჰაგი პირიქით ყველასთან აგებდა თითქოს ალბათ ერთ ფათას მოუგა ერთხელ 2-1 და პრემიერ ლიგაში მოუგა ერთხელ სიტის დანარჩენ შემთხვევაში თითქმის სულ აგებდა ტოპ გუნდებთან და ეხლა დადებით ხარებზე ვისაუბრეთ რუბენ ამორიმის და თითქოს ისე გამოგვივიდა რომ არა უარყოფითზეც გადავიდეთ უარყოფითების რა შეამჩნია რუბენ ამორიმის უარყოფითი რა შეამჩნია და ნუ შეიძლება ზოგადად მწვრთნელო ძალიან ჯინიანია და ერთფეროვანია ეგ უარყოფითიც იყოს იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს როდესაც მწვრთნელები არიან მრავალფეროვნები და შეუძლიათ მეორე ტაიმში სულ სხვა ტაქტიკით გამოვიდნენ და თამაში შეცვალონ ტაქტიკიდან გამომდინარე რუბენ ამორიმის თავარი მინუსი არის ერთფეროვნება და მოწინააღმდეგე გუნდს შეუძლია რომ მოემზადოს წინასწარ მანჩესტერი შეისწავლოს იდეალურად და დაუპირისპიროს თავისი ტაქტიკა. ალბათ ხო ერთ-ერთი უარყოფითი ხარე, ну თუ ამს იდეაში მომავალში სამცველმა ტაქტიკამ და ამ სქემამ სისტემამ არ გაამართლა რამოდის ის იქნება რომ სხვა სისტემა არ ცადა და ფანები მაგაზე მოედავებიან შემდეგ რომ რატო არ ცადა ეს სხვა სისტემა და ანუ სამცველმა ტაქტიკა ან ეგ პრობლემაა რომ სხვა ტაქტიკა არ აქვს ამიტომ. თუმცა ეგეც ჩემი აზრით დროის ამბავია. თუმცა მე მგონი რომ არ შეცვლის მაინც რა. არა, იმიტომ რომ მეც მგონი არ შეცვლის. ესეთი სისტემური მწვრთნელები, ანუ არ ცვლიან ტაქტიკას, იგივე კლოპი არ ცვლის, ანუ არც გვარდიოლა კი ვადარებ მაგათ, მაგრამ მგონი რომ და იმიტომ მაგ სტილის მწვრთნელია ესეც რა. და მე რას ვაფასებ კიდევ ვიცი, აი ჩვენთან რომ მოვიდა რუბენ ამორიმი, როდესაც აი ზაფხულში ქონდა შეთავაზებები, აი ის ლივერპულში ქონდა შეთავაზება თორსტენ ვეღარ მოხერხდა რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ამ ადამიანს მანჩესტერში უნდოდა რა კონკრეტულად მანჩესტერში დაბრუნება უნდოდა და ვიღაცები უკვე აკრიტიკებენ რუბენ ამორიმს აი ამ მდგომარეობაში ხო მაგის არ როგორ შეიძლება ზოგადად ვინც არ უნდა იყოს რუბენ ამორიმის ადგილას ვერავის ვერ გააკრიტიკებ იმიტომ რომ მარცხენა ფლანგზე ყოველთვის დიეგო დალო ყავს მალასია ვერ დაბრუნდა ნორმალურად ძალიან ცუდად თამაშობს ლუკშოუ არ თამაშობს უბრალოდ და დიეგო დალო ყავს გინდა არ გინდა ყოველთვის სტარტო შემადგენლობაში ხან მარცხნიდან ყავს ხან მარჯვნიდან ყავს დიეგო დალო მაგარი ფენომენია ანუ როდესაც შეტევა მიდის და შენ ხედავ რომ დალო არის აქეთ ფლანგზე ერთ-ერთი გამწვავებელი წინა თამაში ბრენდფორდთან თამაში გახსოვს ერთად უყურებდით და დიეგო რამდენჯერაც იყო ესეთი მომენტი ბრაიტონთან იყო 1-1-ზე გადიოდა თითქმის დიეგო დალო და მე ყოველთვის გეუბნებოდი რომ აზრი არ აქვს დიეგო დალოა მეთქი და ყოველ ჯერზე დაკარგებულით რახან დიეგო დალო ახსენე მოდი გადავიდეთ უკვე აი თავარ ეტაპზე ჩემი აზრით ამ გუნდის აი ვინც არ უნდა მოვიდეს როგორი მცველიც არ უნდა მოვიდეს ესეთი გუნდია დღეს რომ აი ჩემი აზრით ვერცერთი მცველი ვერ დადებს შედეგს და დალო ახსენე და გასაშვებებს მივუდგეთ ვინ არის გასაშვები ამ გუნდიდან პირველ რიგში ალბათ დიეგო დალო რა თქმა უნდა და სანამ გასაშვებებზე გადავალთ ხშირად ამბობენ აი ისეთ პატარა გუნდებთან როდესაც ვაგებთ კრისტალ პალასებთან და ეგეთ გუნდებთან თუ ჩვენი შემადგენლობა ამაზე ცუდია ფაქტია რომ ცუდი ფეხბურთელები 1-1-ზე რო შეადო რომ თუ მაგაზე ცუდი ყავს ჩემი აზრით დღეს ანუ შემადგენლობა ანუ არ ყავს ლიერ 1-1-ზე შეიძლება ცუდი იყოს იმიტომ რომ აი დიეგო დალ ბევრი ძალიან ისეთი ჩამოწერილი ფეხბურთელები არიან ანუ არ შემდგარი ანუ ესე ვთქვათ იგივე რაშფორდი და უშვებენ ანტონი გაუშვეს უკვე და მედია რომ შემდეგ რეალ ბეტისი გამოისყიდის არ ვიცი აი ძალიან ბევრია ეგეთ დალო რამდენჩო გარნაჩო აი გარნაჩოს მეც პირადად უკვე მომხრევა რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა თავიდან თითქოს ისე დაიწყო და რაღაცა მაკარტელა შეაგდო და თითქოს ეტყობოდა რომ ამის რომ ძალიან კარგად თუმცა ხო აი ზედმეტად არა საფეხბურთო გადაწყვეტილებას იღებს ხო და იწერება ხორთაშორის ნაპოლიზე და იმედია კარგ ხასიათითაც დიდად არ მომწონს რა კი ბაზარ რონალდოს მაგრამ რონალდოს ხასიათი საერთოდ არ აქვს მქონდა რაღაც გადაცნობები და გვახსოვს ჩვენ რაშფორდი და გარნაჩო რომ შემადგენლობის მიღმა დატოვა რუბენ ამორიმიმ სხვათა შორის ეგეც მომწონს ძალიან რომ პრინციპულია რაშფორდს დღემდე არ ათამაშებს თავისი სიზარმაცის გამო ხო რაშფორდმა იქ დაიმსახურა ტენჰაგი მაგას ვერ ბედავდა მაინც ათამაშებდა ღამით კლუბში იყო ადამიანი თამაშამდე და რა ვიცი მაინც ათამაშებდა აპატია და სანჩოს არაპატია მაგალითად კი ბატონო მაგიტომაც გავუშვი ხო და გარნაჩოს გაშვების კიდევ ერთი პლუსი ის იქნება რომ fair play წესები ხო აკადემიიდან და აკადემიიდან და ფეხბურთს კარგად გაიგე მე 50
50 მილიონად რო გავყიდოთ, მე ვფიქრობ 50-ს კარგი ფასი იქნება. 50-60, 50-ს თანახმოვანი. ისე ძალიან მაგარი იქნება მაგ ტრანსფერში, რომ ნაპოლიმ ოსიმენი ჩაგვირთოს. ეგ ძალიან მაგარი. თუმცა ოსიმენი გალათასრაიში იჯარის სახით ხა ნაპოლის საკუთრება ხო? კი. ხო, გადავიდეთ მაშინ ტრანსფერებზე და ვინ უნდა გავუშვათ. სჭირდება გაწმენდა. კი, აუცილებლად. დავიწყოთ მოდი მეკარით და ხო, აი ონანაზე როგორ ვიყავ იცი? ანუ ონანაზე ვიყავი რაღაც 200 როვნად რა. თავიდან როგორც დაიწყო, კი ვიცით, აი ტეჰავის პერიოდში ძალიან საშინლად დაიწყო. ძალიან ბევრი შეცდომები ქონდა, ფეხით თამაშითაც, სეივებზე უამრავი შეცდომა, პოზიციას ვერ არჩევდა ერთ-ერთზე. სხვაგან ხდებოდა საერთოდ. პატარა ბავშვი ის მომენტები თუ გახსოვს, აი რა ვიცი. შემდეგ თითქოს აი დასტაბილურდასავით. მაგრამ პირველ და რუბენ ამორიმის ახლა რომ მოვიდა რუბენ ამორიმის, თან რუბენ ამორიმისაც ეთქვა, თითქოს დასტაბილურდა, თუმცა ის შეცდომები მაინც ისეთი ახლა ბრაიტონთან ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ მეკარემ ეგეთ შეცდომა არ უნდა დაუშვას, უბრალოდ არ უნდა დაუშვას. შეიძლება რაღაც რა, არასტაბილური მეკარია რა, ანუ შეიძლება რაღაც ძალიან მაგარი სევი გააკეთოს, იგივე ბრაიტონთან რო გააკეთა, ერთ-ერთზე რომ მოხსნა და შეიძლება შემდეგ რაღაც ბავშვური შეცდომა დაუშვას. ეგეთი რაღაცები, ანუ მაღალი დონის მეკარეს არ ახასიათებს რა. მიჩვენია სტაბილურად ყავდეს მეკარე, რომელიც ნორმალურ ბურთებს აიღებს და ეგეთ შეცდომებს არ დაუშვებს. ჩვენ ბაინდერს უყურეთ არსენალთან და მთელი თამაში ძალიან სტაბილური იყო, უშეცდომოდ ხო, მე პირადად რუბენ ამორიმის ადგილას უკვე ბაინდერს დავაყენებდი პირველ ნომრად და უკვე ვიფიქრებდი ონანას გაშვებას. ხო, ზაფხულში მე ვფიქრობ თუ კარგ შემცვლელს მოვნახავთ, ონანა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მეორე მეკარეთ იყოს ეს ბაინდერი. მეორედ იყოს. და მანამდე დააკვირდეს. მე პირადად უკვე პირველ ნომრად მაინც ბაინდერს განვოსავდი. და ონანას უკვე გასაყიდად ესე ვთქვათ ბაინდერმა ისეთი მატჩი დადო. მოამზადებდი. ავიცით, გუნდით აკლაჩა რასაც ქვია. ანუ ონანას ამ ეტაპზე შეიძლება რაღაც შეცდომები მაგასაც აქვს, რომ ხო, ეხლა თამაში ანუ როდის თამაშობს? ერთად უყურებდით და ფეხი თამაში არ იცის. მაგაზე ვღადავთ, რომ ცენტრში საჯარიმოში ოდესაც ბურთი შემოაქვს თავისუფალი დარტყმა, ადამიანს არ შეუძლია რომ ცენტრში დაარტყას. ყოველთვის აუძე გადახონდა 5 ჯერ დავითვალე, 5 ჯერ აუძე გადავიდა და ავიცი ხო, საბაზისო დონეზე მეკარემ ფეხი თამაშობდა თუმცა ჩვენ ისეთი გუნდის არ ყავს ეგეთი შემდგარი, რომ აი ეგეთი მეკარე ჩავაყენოთ, რომ ფეხით, ამიტომ სხვა ფეხბურთელების ფაფურები არიან და ეგეთი მეკარე გჭირდება უკვე, როდესაც გუნდი ჩამოყალიბება. მეკარემ უბრალოდ ბურთები აიღოს ჩვენმა და ის გუნდი რო ჩამოყალიბებული აი ეგეთი არ დაუშვას. ისეც ბრაიტონთან ისეც 2-1 ვაგებთ, რაღაცა წვალობს გუნდი, რაღაც ის იმედი აქვს, შეიძლება შეტევაში წავიდეთ და დავაქამბექოთ როგორც წინა თამაშები დავაქამბექე და ამადიალომ ჰეტრიკი შეასრულა, მაგრამ ამ დროს ონანა უშვებს შეცდომას და 3-1-ზე გუნდი იშლება უკვე. ონანას გამო დაიშალა გუნდი, ხო? კამბექის იმედიც კი დაიგარგა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ონანა იხარა, მაგრამ ზაფხულში გასაშვებია. მოდი ობიექტურად ვიყოთ, რომ ძალიან ბევრია გასაშვები. ძალიან ბევრია და აი 3, 4, 5 მაქსიმუმ ფეხბურთად შეიძლება დაიტოვო და ონანაზე შევთანხმდით, რომ გასაშვებია, დიეგო დალო გასაშვებია, ლუკ შოუც უკვე. არა, ჯერ ონანა გაუშვა და ეხლა დაცვას მივხვდა. ხო, დაცვაზე გადავიდეთ და დაცვის მარჯვენა ფლანგინა დავიწყოთ. მარჯვენა ფლანგზე ყავს მაზრაოვი. უბრალოდ მაზრაოვი კარგია. დიეგო დალო არ ყავს, იმიტომ რომ ყოველთვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. მაზროვი კარგია, თქო, მაზროვი უნდა დარჩეს. კარგი იქნება კონკურენცს თუ მოუყვანთ ვინმეს. დიეგო დალო კონკურენტსაც არ გამოდგება, ჩემი აზრით. როდესაც ლუქშოუ დაბრუნდება, იქ მარჯვე ხო გადავა და მაინც არ გამოდგება. ვიღაცა კონკურენტს, ცოტა მინიმალურ კონკურენციას თუ შეუქმნეს, კარგი იქნება. ცენტრში დაცვის ცენტრში მაგუერი ისე კარგად თამაშობს, ჩემი აზრით. ანუ თავიდან ფიქრობდი უკვე ადრე ვფიქრობდი რომ გასაშვებია მაგუერი, თუმცა ეხლა ყოველ შემთხვევაში ძირითადში თუ არა, აი იორო თუ მოიხდება და ესე ვთქვათ, ათამაშდება, სკამზეც კარგი იქნება მაგუერი. თუმცა სანამ იორო მოიხოდა, სამცველიანი ტაქტიკა ძალიან მოხდა მაგუერს, სამცველიანი ტაქტიკის დაცვის ცენტრში ოდესაც გას შესანიშნავად თამაშობს, თავზე თამაში გვიჭირს და მაგუერმა მნიშვნელოვნად გამოასწორა თავზე თამაში. ხო, კი. თითქმის ყველა ბურთს ბლოკავს და ყველა ბურთი გამოაქვს. კი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სუსტი ადგილია ჩვენ ან ეს როგორ შეიძლება ასეთ მანჩესტერში ასეთ მდგომარეობაშია ნაკლებად სუსტი ადგილი საერთოდ ავდეს, თუმცა დაცვის ცენტრი ალბათ სხვათან შედარებით სუსტი. დაცვის ცენტრი ალბათ, თუმცა ეს ამ სტატისტიკაში ესე არ ჩანს, იმიტომ მინუსი გვაქვს ბალანსად, თუმცა სტატისტიკაში არ ჩანს. ყველაზე ნაკლებად ალბათ მაინც დაცვა არის ჩვენი სუსტი წერტილი. მარტინესია იგივე იორვა, რომელიც ძალიან დიდი იმედებს ამყარებენ და იმედია ჯერჯერობით თლაც კარგად ვერ ჩაჯდა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ათამაშდება მაგუერი, რომელსაც მეორე ცხოვრება გაიხსნა. რავი, დელიხტი ძალიან კარგია, მე მომწონს. 100 შეცდომები აქვს. დელიხტმა შემოიტანა
სულ შეცდომით დაუშვას, ენერგია დიდი მანჩესტერული. ჩისეული ენერგია შემოიტანა, ის სისხლიანი თავით რო შემოსვლა უნდა და მოედანზე რო ვერ ჩერდებოდა და მაგის გამო გოლი გაუშვით სხვათა შორის. დელიხტი რო არ იყო მოედანზე. აი რაღაც აქვს რა. წინა თამაში ბრაიტონთან იორო იდგა ცენტრალურ დაცვის ზოლში მარჯვენა მხარეს და სოლომონმა გაამწარა ეს ადამიანი რა. სოლომონი ხო რქვია თუ რა ქვია? თუ სულეიმანმა ეგ ფეხბურთელი არც ვიცოდი საერთოდ. მაგ თამაში ვნახე და სულეიმანმა ისეთები გაუკეთა იოროს რო რა ვიცი აი აბურთავა და გაიყვანა იორო ამ ორი ნიმი და დელიხტი გადაიყვანა იოროს ადგილას და პირველივე მახსოვს დელიხტი ავიდა იმათ ნახევარზე და ამ სულეიმანს ბურთი წაართვა ისე შეუვარდა რომ იმის მერე სულეიმანი შეშინებული დადიოდა. აშკარად ეგეთ უნდა იყოს ცენტრალურ. დელიხტს სურვილი აქვს რომ აი ამ ახალი მანჩესტერის ისტორიის ნაწილი იყოს. ეს ეთყობა თამაში. რაღაც შეცდომები ქონდეს, მაგრამ ამ სურვილის გამო და აი ამ რაღაცა ენერგიის და იმის გამო გამოსწრებული ანუ 25 წლის არის დელიხტი და ფაქტიურად რავი ძალიან დიდ გრანდებში აქვს ნათამაშები ივენტუსში, ბაიერნში და ჩემი აზრით ამიტომ დელიხტი საჭიროა მაინც რა. ეხება მაშინ გადავიდეთ მაგუარზე ვისაუბრეთ, მარტინესზე გადავიდეთ, მარტინესი ნაკლებად სტაბილურად გამოიყურება, ძალიან ბევრი შესაძლებლობა ამ სეზონში არ მომწონს მარტინესი, მაგრამ ბოლო თამაშებში ნელა-ნელა ცოტა უკვე დასტაბილურებისკენ მიდის მაგრამ როგორი რაღაცაა იცი ჩემი აზრით აი მარტინეს და ვინც ყველაზე კარგი იყო ეს ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ დღეს აი ეს უკვე ალბათ გუნდის ატმოსფერო იმდენად ცუდია და იმდენად აი საშინლად თამაშობს გუნდი რომ ყველა გინდა არ გინდა იმ კარგ ფეხბურთელებზეც მოქმედებს რა იგივე მარტინესზე იგივე ტერიხზე იგივე ბრუნოზეც ჩავარდნა ხონდა ხო ბრუნოს არ და ეს გუნდი ბრუნოს გარშე საერთოდ არაფერი არა ანუ ეს ჩემი აზრით ის ფეხბურთელები ბრუნოს რო უყურებ ამ გუნდში ზოგჯერ გონია brunot ცუდად თამაშობს. ხო, ეგ უფრო აურის დამსახურება და აი ატმოსფეროს რაც გუნდში ტრიალებს და მარტინეზეც ხანდახან მარტინესაც ეკნება ჩავარდნები რაღაცა. ეგ ჩემი აზრით უფრო გუნდის მდგომარეობის დაგვანახა რომ ლიდერობა შეუძლია ამ გუნდის. გუნდის მდგომარეობის ბრალია ვიდრე ის. ამიტომ ჩემი აზრით მარტინეზი ჯერჯერობით არ არის. დასვის და ამ ეტაპზე დაცვის ცენტრში მე ვირად არავის გაუშვებდი და არც გაუშვებდი. არა, გაუშვებით ლინდელოფი და ისინი. მაგათ არც ჯონი ევანსი და ლინდელოფი ეგენი ხო არც თუ. ძალიან დიდ კონტრაქტზე ზის ევანსი და ეგ სულ ტრავმა აქვს ჯერეთ ორიოსთან. ეგენი უეჭველი გასაშვებია ზამთარში თუ გავუშვებენ თლად კაი თუ არა და გადავედით კიდევ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე მარცხენა მცველი რომელიც ფაქტობრივად არ ყავს. არ ყავს კი. მარჯვენა ფლანგზე არ შევაფასეთ დიეგო დალო, შევაფასოთ მარცხენა ფლანგზე. რა ვიცი, ან ცუდია. ძალიან ცუდია. ვფიქრობ, ძალიან ცუდია. დიეგო დალო არ ვიცი, მაგრამ ადრე არ იყო ესეთი ცუდი. ანუ ადრე ხო ქონდა ძალიან ბევრი შეცდომა. ესეთი ცუდი ადრეც არ იყო ამაში. აი, ეხლა არ ვიცი, გასაყიდია აუცილებლად დიეგო დალო და ნუ ლუკ შოუ კარგია, ვიცი, მაგრამ არა. ლუკ შოუ არ არის, მე მგონია ლუკ შოუ. ლუკ შოუს გასაყიდია. ყოველთვის ტრამვებისკენ მიდრეკელა. დარჩება ლუკ შოუ. ამიტომ ლუკ შოუ უნდა გაუშვათ, თუ რაიმე ფასი აქვს. ეს აქედან უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ ძალიან ტრამვებისკენ მიდრეკილია ეს ადამიანი და ვერანაირად ვერ გიგო. ყოველთვის ვიცავდი ხოლმე ლუკ შოუს, იმიტომ რომ ვიცი რომ კარგი მცველია რაღაცა და თუმცა იმდენად ტრამვიანი გახდა უკვე რომ მეც კი უკვე ვარ თანახმად. ეს ამ ტურის ბოლოს ლუკ შოუ დაბრუნება სრულფასოვან ვარჯიშს, მაგრამ ვიცი რომ ერთ-ორ თამაში თამაშებს და შემდგომ ტრამვას მიიღებს. გადავახვიოთ შემდგომ ეს ვიდეო და ვნახოთ და ეს მომენტი ამოვჭრათ და დაუდოთ და გააშალოთ. და მალასიაცაც შეეხება, ნუ მალასიაც აშკარად ფაქტობრივად გონია რომ ისევ ტრაუმა აქვს. ჯერ ჩარჩენილია მალასია, არის ისო ფეხბურთში დაბრუნებული, სადღაც მალასიას დაიწერა ხო? ისე დარბის სირბილში ეთყობა რომ სხვაგანაა საერთოდ. გეგონება ცალკე მოედანზე დარბისო. ამიტომ ფაქტობრივად ანუ მარცხენა მცველი არ ყავს გუნდში მარცხენა მცველი. მაზრავით ათამაშებს მაგიტომ გადახარა. ტენჰაგის დროს სხვათა შორის 4 მცველიან ტაქტიკაში მარტინესი დგებოდა ხოლმე მარცხენა მცველად, მაგრამ ძალიან არ მომწონდა. რამე არის ეგ ვარიანტი, მაგრამ აი, როდესაც რაღაცისთვის პრეტენზია გაქვს და გუნდში მარცხენა მცველი არ ყავს, ეს რავი ძალიან ცუდია. ამიტომ მარცხენა მცველზე ნუ ყველასათვის იდეალური იქნება ტეო ერნანდესი მოიყვანოს, თუმცა რამდენად გამოვა გამბავი, ხა იწერება რეალიც თავაზობს, ბევრი თავაზობს, რა ვიცი. ლეჩეს ფეხბურთელი მოყავთ. ხო, რა ლეჩეს ფეხბურთელი დაიწერა ახალგაზრდაზე, თუმცა ჩემი აზრით ვიდეოებს გადავხედე სხვათა შორის მაგის თამაშისას და უცებ გავთიშე, იმიტომ რომ ვიფიქრე ხა YouTube-ში ჩავწერო და დიეგო დალოს მომენტებიც ვნახო, ეგეც კაი იქნება მეთქი. ამიტომ ხო, YouTube-ში ყველა იმედები არანაირი იმედი არ დავამყარე და უბრალოდ გავთიშე.
და ნახოთ რა თუ მოვა ნახოთ. კარგი იქნება ასევე მენდეჟეც იწერება PSG-ს. კი, მაგრამ მენდეჟი არ გამოვიდაო და იწერა. ეს იწერებოდა ხო. შეთანხმება ვერ შედგა. ანუ ამ ეტაპზე იანვარში არც მოიყვნენ არც მაკიმბელი. არა, იმ ვიცის. ზოგადად შეიძლება ზაფხულში მენდეჟი გავიწიოთ ტეოზე ანუ იმეზე. ჩემი აზრით ტოპ მაცხადმცველი მოსაყვანია თუ, მაგრამ რამდენად გადმოვლენ ისინი ეგეც განსაკუთრებული იქნება რამდენად გავალთვენ ჩემთა ლიგაზე. რა ევროპა ლიგა თუ მოვიგეთ და ევროპა ლიგის მოგება ძალიან პრინციპულია უკვე. ხო, უკვე აი ტრანსფერების ამბავში უკვე ფეხბურთელები ნათელი წერტილი. ან ფეხბურთელები არ გადმოდიან უკვე ისეთ გუნდებში, ვისაც დიდი ამბიცია, ტეო ერნანდეს რომელსაც ძალიან დიდი ამბიცია აქვს და შენ ჩემთა ლიგაზე არ თამაშობ, არ გადმო იუე მენდეში. ხო, არ ვიცი. ამიტომ საჭიროა თუ გვინდა რომ კარგი ტრანსფერები და ესე ვთქვათ, ისევ ტოპ ტრანსფერები დავდოთ, ამისათვის ევროპა ლიგის მოგება. იმედი გვაქვს აი, ბოლო იმედი არის ალბათ ამ სეზონში ევროპა ლიგა მოვიგოთ. კარგი. გადავიდეთ ნახევარდაცვაზე, ჩამშლელი ზონიდან დავიწყოთ. ჩამშლელ ზონაში პირველ რიგში შევაფასოთ უგარტეს მოსვლა ძალიან კარგი იყო, ძალიან დიდი ენერგია შემოიტანა უგარტემ ნახევარდაცვაში, ჩამშლელ ზონაში და როგორც იქნა კაზემიროს შემცვლელი გამოგვიჩნდა ადამიანი, რომელიც კაზემიროს რაღაცნაირად როიკინს ვამოსებ. ასერთა თამაში, როდესაც ის მომენტი იყო, რომ მივიდა და ის დააგდო, მაგუერტს და მაგუერტს ან მაგარი იყო. მაგუერტს მაგარი იყო და მე უგარტესის ბოლო მომენტი. ფეხბურთ ზოგადად ხო ჩხუბი ძალადობა ცუდია, მაგრამ მოედანზე ფეხბურთ მანჩესტერის ფეხბურთელებმა რა იჩხუბეს, გამიხარდა, რომ კი, ანუ ეს ძველი რაღაც იგრძნეს. ძველი დაპირისპირება, აი როიკინი რო ეჩხუბებოდა იქ არსენალის ფეხბურთელს, როიკინი ვიერას დაპირისპირება იქ ტუნელში, როდესაც უკრისტევრა და მე თამაშიც. ეგ გამახსენდა უცებ და ეგ კარგია და ანუ ჩვენ იმიტომ მოგვეწონა ეგ რომ ეგ აკლია დღევანდელ ფეხბურთს ესეთი რაღაცები რა. და მანჩესტერს განსაკუთრებით უგარტეც ეგეთი სტილის ფეხბურთელია, რომელსაც შემოიტანა თითქოს ეს რაღაც დუხი მანჩესტერული რაღაცა და კარგია უგარტი. ეგ უწოდებული დუხი. ქართულად სულისკვეთება. რა თქმა უნდა. და ამიტომ უგარტე ჩემი აზრით დასარჩენია. ძალიან კაია, ზედმეტსახელად ბულდოგი ძალიან უხდება. აი პირდაპირ ახასიათებს. თავიდან ცოტა რამოდენიმე თამაში გაუჭირდა, თუმცა ტენჰაგის პერიოდში გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ ტენჰაგი ანუ ფეხბურთელი გამოჩნდა ტენჰაგმა ინტერვიუში თქვა, რომ უგარტეო ჯერ მზად არ არისო, შეიძლება თვეები დაჭირდესო, ფიზიკურად მოსამზადებლადო, კვირეები ან თვეებიო და შე რომ უგარტე ხარ და ამას ისმა შენი თქმელი და რომ შეიძლება ამას თვეები დაჭირდესო, ფიზიკურ ფორმაში ჩადგეს, რა იტყობა უგარტეს, რომ ფიზიკურად არაა ფორმაში. მაგრამ მაგიტომ გაუჭირდა ჩემი ადაპტაცია. უგარტე ისე ასე კარგი იმიტომ არის რომ ნამუშევარი აქვს რუბენ ამორიმთან სპორტინგში. კი. და ჩემი აზრით, უგარტეს რომც ჩვენ გვინდოდეს, ჩვენ არ გვინდა რომ გავუშვათ, რომც ჩვენ გვინდოდეს გაშვება, რუბენ ამორიმი არ გავუშვებს, იმიტომ რომ იცის ამ ფეხბურთთან როგორ იმუშავებს და მაგიტომაც არის ესეთი კარგი რომ რუბენ ამორიმთან ნამუშევარი აქვს. კაზემიროს რაც შეეხება, კაზემირო ხო, კაზემირო უკვე მე მეგონი თვითონაც იცის როგორ ჩემონებზე. კი, გასაშვებია. საფუში აუცილებლად და მე პირადად ახლაც ვარ მომხრე რომ გავუშვებ, მაგრამ ალბათ ეგ ვერახერხებ. გავუშვებ, საფულში გავუშვებ. ხო, ეგ კარგი იქნება, აი არაბეთში დიდხანხად გავუშვათ რა. გადავიდეთ მაშინ კობი მეინუზე. კობი მეინუ წინა სეზონში ბევრად უკეთესი იყო. წინა სეზონში საერთოდ სხვა აქტიური და ენერგიული იყო, უფრო ტექნიკური იყო, რაღაც უფრო მოძრავი იყო. ამ სეზონში ბევრი კლაჩგოლებიც გაიტანა. ამ სეზონში საერთოდ სხვა რა, მაგრამ ამ სეზონში თითქოს სხვა როლიც აქვს. სხვა ხო უფრო ჩამშლელი. თითქოს აი ამ რუბენ ამორიმის ტაქტიკაში თითქოს არ. ტენჰაგის პერიოდშიც ეგეთი იყო. ხო, ტენჰაგის პერიოდში ესეთი იყო. თავს ერიჩა. თუმცა კობი მეინუ იმდენად ახალგაზრდაა და იმდენად ძალიან იჭერია, ძალიან დიდ პოტენციალს ხედავ. კობი მეინუ აუცილებლად დასარჩენია და პერსპექტივაში გავა. მაგრამ დაიწერა ხელშეუხებელი ფეხბურთელი არავინაო და შესაძლოა გაყიდონ რავი. ეგ იმიტომ რომ პრობლემები გვაქვს სახელფასო. ხელშეუხებელი არ არის, თუმცა ჩემი აზრით დიალოგ ხელშეუხებელია, იმიტომ რომ კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. დიალოგს გაუხანგრძლივეს კიდეს კონტრაქტი და ვიღაცები არიან მაინც ხელშეუხებელი. ხო, კობი მეინუ მაინც დასარჩენია. კობი მეინუ დასარჩენია და სასტაბილოს ფეხბურთელია. უგარტეს და კობი მეინუ შეწყვილება არის ამ ეტაპზე იდეალური. სხვა ნახევარდაცვის მოთამაშეები ხო, კოილერი კარგი ხო, ბრუნოზე თუმცა კოილერი დავიწყოთ აღარ ჩამშლად იქნება. კოილერი ძალიან კაი ფეხბურთელია, ხისტია, აგრესიულია, ენერგიულად შემოდის ყოველთვის. თუმცა ცოტა შენ წინა თამაში უყურებით აღნიშნე რომ კაცი უკან პასიაო, ცოტა აი წინსვლა, აი ბურთს რომ მიიღებს, პირველივე აქცენტი წინ წასვლაზე არ აქვს რა, აქცენტი ბურთის უკან აქვს. ჩამშლელია და ალბათ მაგრამ შეიძლება ჩამშლელიცა და ახალგაზრდა ახალმოსულია, ადაპტაციის პერიოდი აქვს გასავლელი და აკადემიის ფეხბურთელებზე ალბათ ყველაზე ნაკლებად გასაშვები ახლა გვინდა დამიცარეს, ალბათ აკადემიის ფეხბურთელები. მაგრამ ყველაზე მომგებიანი აკადემიის ფეხბურთელები გაყიდვა. ხო, მაგიტომაც გარდაჩულს ყიდით და ალბათ
დავუკვირდეთ. რაც შეეხება რავი, კიდე ერიქსენი მე პირადად ძალიან მიკვირს რომ ერიქსენი კიდე ამდენ ხანი გუნდში არის. ანუ ეგ რა ფენომენია საერთოდ ვერ ხარ. ეგ არის მანჩესტერის გაჭირვების სახე, რომ ერიქსენი ყავს გუნდში, მაგრამ ერიქსენი და გაზევირო ეს ორი გუნდში. უბრალოდ კი ძალიან მაგარია, ეხა წინა თამაში. ის კლასი ეტყობა მაინც. წინა თამაშიც დიალოზე რა პასი გააკეთა. ან მოგების გოლი ერიქსენის პასით გავიდა და ასისტი დადო სასწაული, მაგრამ ერიქსენის ერთ ფეხბურთელია, რომ ეგრე თუ აგებ 5 წუთი შემოიყვანა. ხო რა. გუნდში ეგ ერთ ფეხბურთელი არ უნდა ყავდეს, რომელსაც მხოლოდ 5 წუთს ანდობ და ფიზიკურად ვერ ქაჭავს, მეზე არ შეუძლია. ხო, ფიზიკურად არ შეუძლია, თორე. კონცეტევაზე რო კარგ კონდიციებში რო იყოს ერიქსენი. აი, ყველაფერი წესრიგში რო კონდეს, ჩვეულებრივად ჩემს სარტარტოს ფეხბურთელიც კი არის. მაგრამ ძალიან საშვებია, ერიქსენი და ვინმე მაქს სტილის გამთამაშებელი შემცვლელი უნდა ხო, ნახევარდაცვაში ჩემს განაიც მიუხედავად იმისა, რომ უგარტე მეინო და რაც კოილერი და ბევრი კარგი ესენ კარგები არიან, მე მაინც როტაციისთვის ვიღაცას ვიყიდე კიდევ რა. უფრო მაინც ერიქსენის ტიპის და ბრუნოს ტიპის რა. ხო, ცოტა გამთამაშები. იმიტომ რომ ჩამშლილი. დე იონგი კარგია რა, იწერებოდა ეხა ის იმას, მაგრამ დე იონგიც უკვე შუშა უკვე იმდენად შუშა გახდა რომ არ ვიცი. თორე ზოგადად ან მოუხდებოდა ჩემი აზრით მანჩესტერს. ხო, ნახევარდაცვაზე კიდე რა ბრუნოზე გადავიდე. ხო. ბრუნო, ზოგადად ბრუნოს კაპიტნობის ხო და შორის სანამ გადახვალ ბრუნოზე, აი ბრუნოზეც ძალიან ბევრი ჯგუფშიც მანჩესტერთან ჯორჯიაზის თემაშიც იწერებოდა. და ახაც იწერება რომ ეგეც გასაშვებია. მაგ მოსაზრებას რა ვითარ შემთხვევაში არ არ ვითანხმები, იმიტომ რომ ეგ როგორც გითხარით, თუ ბრუნოც უნდა თამაშობს, გუნდიც ვერ თამაშობს. ბრუნოს სტატისტიკას რო გადახედოთ, შექმნილ საგოლე მომენტებში დე ბრუინზე ძლიერ უფრო შედეგი აქვს. წარმოიდგინე წარმოიდგინე ამ მანჩესტერში. აი მაგის ვამინდა. ამ მანჩესტერით ადამიანს უკეთესი შედეგი აქვს ვიდრე დე ბრუინს. ძალიან მაგარი შედეგი აქვს. ეგ ანუ აწყობილ სისტემაში, იგივე სიტიში ჩემი აზრით თავის შეუძლია ოქროს გაიწევოდა თავისუფლად რეალში და ანუ აწყობილ სისტემაში რა. და თუ ის თამაშები აქვს, რომ ჩავარდნა აქვს, ეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი აზრით უფრო აი ამ გუნდის აურის გამო და იმის გამო ვიდრე თვითონ ბრუნოს თვითონაც ხო ხედავს რამდენად მაღლა დგას ვიდრე სხვა გუნდელები და მაინც რომ მანჩესტერში რჩება დღემდე რომ მანჩესტერში და კიდე მანჩესტერზე ფიქრობს. ხო, ნუ ანუ ერთადერთი ჰაი კლასის ფეხბურთელი ვიღაცებთან ერთად ყავს ბრუნო და ბრუნოს თუ გავუშვით, მაშინ არ ვიცი, არ ყოფილა საშვი. დაგვრჩება დალოზნოვი. დაგვრჩება ისინი. ხო, ანუ ჩემი აზრით, ანუ თუ ვაწყობთ გუნდს, თუ დავაწყოთ დიალო, ბრუნო და აი ამ აკადემიის ფეხბურთელების ირგვლივ რა. ბრუნოსთან დაკავშირებით მის კაპიტნობაზეც უნდა ვთქვათ, ზოგი ფიქრობს კაპიტანი არ უნდა იყოს, ზოგი ფიქრობს უნდა იყოს, მეც ვფიქრობ, რომ საკაპიტანე კაცი უფრო ჰარი მაგუაირია. შეიძლება ვიღაცებს გაეცინოს, რომ ჰარი მაგუაირზე თქვა, მაგრამ მართლა ანუ ჰარი მაგუაირი ეხლა ამ ფორმაში როგორც აი ესე რო თამაშობდეს, სტაბილურად რო ითამაშოს სეზონი ჩაამთავროს, თავისი შემართებით, საჭთან შეკამათებით საუბრით, ჰარი მაგუაირი არის უფრო საკაპიტანო ადამიანი ვიდრე ბრუნო. თუმცა ბრუნოს ალბათ იმიტომ არ ართმევს უკვე რომ შეიძლება ეგ მაგრამ ფორმიდან ამოაგდოს საერთოდ. ხო. ეხლა ბრუნოზე კაპიტნობის ჩამორთმევა არის. ხო, თან შუა სეზონში, მაგას თუ გააკეთებ ალბათ რომ ზაფხულში სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება იქნება არ ვემხრობ მაგას რომ. და აი დავიწყებულ კაცზე გადავიდეთ მეისონ მაუნტს. მეისონ მაუნტი გახსოვდა გუნდში თუ არის? ეგ ვინ არის? ეგ არის ეს ადამიანი რომელიც ჩემი აზრით ჩელსიმ უბრალოდ ესე ვთქვათ შემოგტენა და ეხლა ჩვენ გარნაჩო შევტენოთ. მეისონ მაუნტი გასაშვები. ანუ ულაპარაკოთ, ვინმე თუ იყიდის, მეისონ მაუნტი ამ სეზონში დაბრუნდება აპრილში. როდესაც სეზონი დასრულებული იქნება. თუმცა რამდენად გაუშვებს? ფორმაში როდის ჩარგება? ეგ ფორმაში როდის ჩარგება, რამდენად გაუშვებს? რუბენ ამორიმი, არ გაუშვებენ. იმიტომ რომ ეგ რუბენ ამორიმის ინტერვიუ თუ რუბენ ამორიმის ტაქტიკაში მაუნტს ახსენებ და ძალიან ხშირად და იმაშობ მაუნტი ძალიან კარგად ჩაჯდებოდა. ეხლა ძალიან ჩემი აზრით მე მაინც გაუშვებდი. ძალიან ამდენი თამაში ჩააგდო და არ ითამაშო. თან 7 ნომერი აქვს, უბრალოდ დასაცინი ვარ, თელი სოფლიოსთვის ვარ დასაცინი, რომ აი მეისონ მაუნტს აქვს 7 ნომერი. აი ეს არის სირცხვილი. რატომ მაგაზე დასაცინი იყო მარიანო დიასის 7 ნომერი? ხო, ეგეც ერთ ფენომენია, მაგრამ როდესაც დევიდ ბეკჰემი იყო 7 ნომერი, როდესაც კრისტიანო რონალდო და ესეთი ფეხბურთელები იყო 7 ნომერი და შენ ყავს ახლა
ჩელსიდან შემოტენილი კაცი და მას აქვს 10-7 ნომერი სიცოცხლე. ანუ უბრალოდ სუდი ფეხბურთელი რა მაგიტო კი არა, უბრალოდ არა მოედანზე არა ანუ აზრო. ფაქტობრივად არც ვერც დავინახეთ მის არა კარგი იყო რომ პრესინგის დროს კარგია მაგრამ პრესინგსო თამაშობდა ეგეთ არც დაცალდა ხო. მაუნდზე იყო პრესინგი დაშენებული და მაშინ კარგი იყო და ერთადერთი. რუბენ ამორიმიც იძახის რომ სისტემური ფეხბურთელია, თუმცა არ, რა ვიცი, ჯერ მაგის საშუალება არ ქონდა რომ კარგად დაგვეყრა. და არ გვექნება, ანუ აპრილში დაბრუნდება სეზონი დასრულებული იქნება თითქმის. მე პირადად რუბენ ამორის ადგილზე გავყიდით. თუ არ გაყიდით და მაშინ ალბათ შეიძლება კიდევ ერთი შანსი მიცენ ზაფხულში. ჩემი აზრით კიდევ ერთ შანსს მიცემენ რომ ჯანმრთელობას დააკვირდნენ და თუ ეგეთი შუშა ფეხბურთელი იქნება მაინც მე ვიღაიყიდის. და ამიტომ არ ჯობს რომ ეხლავე გავყიდოთ. არ მგონია რომ მაუნტმა იმდენად გამოანათოს რომ გაგვაკვიროს ყველა. მოგეში გეთახმები 100% მესუ მაუნტიც გასაკვირია. გაყიდვების ლისტში არის. ნახევარდაცვაში ვინმე ხო არ გამოგჩა? ნახევარდაცვაში თემები დამოწოთ ვისაუბრეთ. ვინ რომელიმე ფეხბურთელი ასე მეც გონი, აი, ხო ყველა ვიცი. ხო ვიღაც გამო. ხო ყველა ვიცი მანჩესტერიდან, თუმცა ანახან არის რომ ვიღაცა გჩება. ხო, რა მგონი ყველა ვთქვით. ნახევარდაცვაში არავინ ფლანგეზე უნდა გადავიდეთ. კი. აი, გადავიდეთ მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელებზე. ანტონიზე ვთქვით რომ გადავიდა უკვე რეალ ბეტისშია თითქმის. Here we go უკვე. და კიდევ ახალ გილოცავ. ფაბრიციო რომანო გაიხარე მრავალს დავესწროთ და ხშირად ესეთი საცხალო ინფორმაციები გავიგოთ. ანტონი არის ამ სამყაროში ფლოპი. სახე არის ფლოპობის. მოდი დიდი დრო არ დავხარჯოთ ანტონის. ხო, თორე აგრესიული ხდები. კარგია, თან ბოლო თამაში, აი ბოლო თამაში რომ მომენტი ქონდა, აი ცარეელ კარებში რომ გამაზე ეგ იყო ანტონის კარიერა მანჩესტერ იუნაიტედ. თან ვამბობდი რომ ნახევარფინალით ვამბობდი რომ ეს მატჩი იქნება ანტონის შემოbrunების მეთქი და ცარეელ კარებში აწილა. და ანტონი დარჩა ანტონით. უბრალოდ ის მინუსი აქვს რომ ვეღარ გავიცინებ თამაშს. ხო, თამაშს სიცილის მიზეზი მოგვაკლდება. ის რომ შემოდის და სახეს რო იღებს, გლადიატორის სახე აღარ იქნება. ანტონი დავივიწყოთ, გადავიდეთ ამადიალოზე. ამადიალო არის ამ გუნდის ლიდერი, აღმოჩენა ერთი კრეატიული ადამიანი შეტევაში, რომელსაც შეუძლია არაფრისგან შექმნას რაღაცა და ამ არაფრისგან შექმნილს მოყვება გოლები ხშირად, თან ისეთი გოლები, რომელიც ძალიან მჭირდება, რომელიც გეიმ ვინერია და გონი, რა ვიცი, ყველა გუნდს უნდა ყავდეს, მე ყველა გუნდს უსურვებდი რომ ამადიალოს. ხო, ამადიალო როგორ ფეხბურთელი, შეიძლება არაფრისგან უცებ გოლი გაიტანოს და ეგეთი ფეხბურთელი ჩემი აზრით, აი ყველა გუნდს არის. ყველა გუნდს შეცდომიც აქვს. კი, ეგ ჩემი აზრით ასაკიდან მომდინარე და უკვე როდესაც სისტემაში ჩაჯდება და რაღაცა უკვე ეგ შეცდომიც აღარ იქნება. ამადიალო რა თქმა უნდა კონტაქტის გაუხანგრძლივებას დასარჩენია და ერთ-ერთი ამ გუნდის მომავალი. კარგი, გადავიდეთ მაშინ მარცხენა ფლანგზე. მარცხენა ფლანგზე ყავს მარკუს რაშფორდი, რომელიც დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო მანერზე დატოვებს. თუ ზამთარში არა, ნუ ზამთარში აუცილებლად. რაშფორდი აი ამ გუნდის ცუდი ტოქსიკური ხასიათის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია რაშფორდი. აი გასახლის რო შედიხარ და რაშფორდს რო ხედავ, უკვე ნეგატიურ განწყობაზე დადგები, ისეთი ნეგატიური აურა მოდის მისგან. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს რაშფორდი. და რაშფორდის მაგარი ფეხბურთელებიდან უნდა გაიწმინდოს, რომ მინიმუმ გასახდელში ხასიათი გამოსწორდეს. ამიტომ რაშფორდზეც დიდი ხანი არ გავჩერდეთ. მიეცა უკვე ძალიან საკმარისად მიეცა შანსი. ბოლო თამაშში როცა ითამაშა, ეგეც შანსი იყო. ძალიან ბევრი სეზონებია რაშფორდი მოდის მარსიალის პერიოდიდან და უკვე მე რამდენი სეზონი უნდა მიცე ამ ადამიანს ვერ ვხვდები. ერთი გამონათება ჰქონდა ტეხაგის იმ სეზონში და იმის მერე ფაქტობრივად არ არსებობს ეს მოთამაშე, რაც მაგამდე დიდად არაფერს არ ეხა. ერთი სეზონი ჰქონდა ფაქტობრივად ამდენი ხანი, ძალიან დიდი ხანია მანჩესტერში და ერთი სეზონი ჰქონდა კარგი. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მარკუს რაშფორდი აუცილებლად არის გასაშვები და უკვე თითქმის გადასული არის და არ შეეხება ალეხანდრო გარნაჩოს, ესეც ალეხანდრო გარნაჩოს ულაპარაკოს. ალეხანდრო გარნაჩოზე ის რისკებია, რომ შეიძლება ის დაკარგული პოტენციალი იყოს და მომავალში სხვა გუნდში გაიბრწყინოს შესაძლოა და მე ჩვენ ვინანოთ ეს ადამიანი რატო გაუშვით, მაგრამ ეხლა რომ უყურებ იმდენად აი მოთამაშეს რო უყურებ შეიძლება არ გამოდიოდეს სიჩქარე აკლდეს ჯერჯერობით ფიზიკურობა აკლდეს ეგ მომატებადია სიჩქარეს ფიზიკურობას მაგრამ ვაუყიდები რომ ინტელექტი არ აქვს რა ინტელექტი ძალიან ნაკლებად და ინტელექტის მომატება შეუძლებელია ხა ფეხბურთელის ან გაქვს ან არ გაქვს ხო ეგ კიდე არა ან გაქვს ან არ გაქვს დახვეწო ყველა მის გადაწყვეტილება ანუ იმდენად არასაფეხბურთო გადაწყვეტილება შემთხვევაში რომ ჩემი აზრით რა არ არის კი გაუტანია ძალიან ლამაზი გოლები ან შეიძლება მართლაც კი ანუ შეიძლება არ მართლაც რომ სადაც გადავიდეს ნაპოლიში ან ნორმალურ გუნდში კარგად ითამაშოთ. ჩემი აზრით ეგ არ არის აი
გრანდის დონის მოთამაშე. შეიძლება ევერტონში, ნაპოლიში და ესეთ დონის გუნდებში კარგად ითამაშა, მაგრამ გრანდის დონის გუნდში ვერ ითამაშა შემიძლია. და ჩემს არც ერთი ტოპ გუნდი არ აიყოს. უფრო ნაპოლი და ესეთი ცოტა მეორე შენობების გუნდები აიყოს. ჩემი აზრით, სანამ ფასი აქვს კიდევ, სანამ ეს 60-50 მილიონი ღირს გასაშვები არის და ფაქტიოდ გამოდის, რომ მარცხენა ფლანგი არ ყავს. მარცხენა ეხლა გეთს რაშფორდი და გარნაჩო დაქტოებს მარცხენა ფლანგი არ ყავს და ვინ უნდა მოიყვანონ. არა მეგეს ვთქვათ, ვინ არის ახლა? ზამთარშივე ამ გონია ვინ მომავალ. დანი ოლმოზე ვფიქრობთ, მაგრამ დაარეგისტრირა ბარსელონამ საბოლოოდ, თორე შანსი იყო რომ ოლმო მოსულიყო. სხვა ვინ უნდა მოიყვანონ? ან ვინ უნდა დავაყენოთ მაშინ? ბრუნო ფერნანდეში დგება, კაი. ფერნანდეში დგება და მაუნტი არ ყავს. მაუნტ შეეძლო რომ დამ. ვიღაცა ალბათ აკადემიაში ამოსაყვანის. ვინ არის აკადემიაში, ვინ არის მარცხენა ფლანგზე, ეგეც არ ვიცი. ეგეთ გამორჩეული არ არის. ფაქტიურად ამ ეტაპზე მარცხენა ფლანგზე არავინ არ ყოფილა. მაგ შემთხვევაში შეიძლება ანუ ზაფხულამდე დავტოვოთ გარნაჩო, რომ უბრალოდ გავიტანო თავი. რავი. თუმცა ჩემი აზრით ეხლა თუ არა, ჩემი აზრით ბრუნოთიც გავიტანთ მარცხენა ფლანგზე. ნახევარდაცვაში იდგეს. ხო, ზამთარში მაინც რაღაც არ მგონია რომ გაყიდო. კი, წერება რაღაცება. ყოველ შემთხვევაში ზამთარში თუ არა ზაფხულში თუ მაგამდე არ შეიცვალა სიტუაცია და ალეხანდრე, ანუ მე პირადად ზაფხულამდე მაინც მივცემდი დროს. კი, გასაყიდი არის, მაგრამ მე ხარ გაყინო გამიხარდება 55 მილიონად. ეხლა თუ სიტყვაზე რაღაც კარგი შემოთავაზება, იგივე 55 ან 60 მილიონი, ანუ 50 დაიდო მაგიდაზე, აუცილებლად გასაშვებია, მაგრამ 40 მილიონად მე პირადად არ გავუშვებდი. 40 მილიონად. 40 მილიონზე, ანუ 50 მილიონი თუ იქნება შეთავაზება, უნდა გავუშვი. თუ არა და დავაკვირდეთ უნდა თუ ათამაშდება და დავიტოვოთ და შანსი მივცეთ, თუმცა გარნაჩოს თუ დავიტოვებთ, ეგ იმას არნიშნავს, რომ ახალი მარცხენა ვინგერი არ არის მოსაყვანი. მაინც მოსაყვანი იქნება ზაფხულში, რომ კონკურენციაში მაინც ჩაიდეს, მაგრამ ჩემი აზრით ვერ მოიხდება და დიდი ალბათობით ეხლა თუ არა ზაფხულში მაინც გავუშვებთ გარნაჩოს. გადავიდეთ ფორვარდებზე მაშინ, რასმუს ჰოილუნი დავიწყოთ. რასმუს ჰოილუნი, ხო, რაღაც მუდამ პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც უნდა გაიხსნას, აი ეხლა გაიხსნება ეხლა. თუმცა სტილიდან გამომდინარე აშკარად ეტყობა, რომ ტექნიკა და ინტელექტიც გათამაშების ნაკლები აქვს, მაგრამ ეგეთ форვარდებს ხშირად ისუნარი აქვს, რომ გამტანია და გოლზე დაგეშილია და მონსტრი ფორვარდია, მაგრამ ეგეც არა, ანუ ეგეც არა. თუმცა რთული ახლა ამ გუნდში რთული აგი ამორიმის ხა. ბოლო ბრაიტონთან მატჩის შემდგომ მკითხეს ამორიმის, რომ ჰოილუნი ამდენ მომენტს ვერ იყენებს და გოლებს ვერ იტანს. ნესიმ ბრალ ჰოილუნის ბრალიაო და ამორიმი თქვა უფრო მეტად გუნდის ბრალიაო. შესაძლოა გუნდის ბრალიც იყოს, ტენჰაგის დროსაც გუნდის ბრალი იყო, ეხლა გუნდის ბრალია, მაგრამ ხო, თუმცა მე პირადად სანამ გადმოიყვანდნენ ანუ ჰოილუნს, მაშინაც კი გაგვირებული ვიყავ, როდესაც ჰოილუნი გადმოიყვანეს, ანუ ადამიანს უბრალოდ 10 ბურთი ჰქონდა სერიაში გატანილი და მაგის გამო გადმოვიდა მანჩესტერში და 75 მილიონი გადაიხადეს ჰოილუნში. ეგეც კი მაშინაც კი გამიკვირდა. უბრალოდ მაშინ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ვიღაცა უნდა მოგვიყვანა. ოსიმენი ვერ მოვიყვანეთ და შეგვჭა ჰოილუნდი. ჩემი აზრით ჰოილუნდი ტენჰაგის გემებში საერთოდ არ შედიოდა. უბრალოდ მოყვანილი არის გლეიზერების ეს ადამიანი, მე მგონი. ესე მგონია. ჰოილუნდი ჩემი აზრით არის აუცილებლად სანამ კიდევ რაღაც ფასი ადევს გასაყიდი და უკვე მე რამდენი ფეხბურთელზე საუბრობთ ისე რომ ნაკედი გვაქვს ძალიან დიდ თანხაში და სავარაუდოდ ჰოილუნდსაც მაქსიმუმ 40 მილიონი თუ გავყიდეთ აი ამ ხრივ ფინანსურად ძალიან ესე თქვა თუდმოებაში ხوار რა. უკვე ძალიან მინუსებში მივდივართ და შენ კარგად ახსენე რომ ამისათვის საჭიროა რომ გარნაჩო გაიყიდოს კარგ ფასში რომ fair play პრინციპი წინ წავიწყდეს და ამიტომ ჰოილუნდი ნუ ამ გონია რომ მე ჰოილუნდის ირგვლივ რაიმე შეიცვალოს და თამაშებიდანაც ეთყობა რომ აი რო შემოდის რაიმე პროდუქტს ვერ თავოსებს ვერცეთ თამაში შეცვლიდან შემოსვლაზეც განსხვავებით ჯოშუა ზირგზე გადავიდეთ მაგრამ ჯოშუა ზირგზე შეიძლება გოლები არ გააქვს და რაღაცა ანუ არა ესეთ გამტანი ფორმები მაგრამ ჩემი აზრით ამ ადამიანს ეთყობა რომ შეუძლია მომატება განსხვავებით მეორე ასპექტში ძლიერია მეორე ასპექტში ძლიერია და ჩემი აზრით აქვს იმის პოტენციალიც რომ გოლების გატანაშიც ანუ ეს ვთქვათ მოიხოდოს და ჩემი აზრით კარგ დალაგებულ სისტემაში იგივე არის სხვაზე ანუ ვერ ვიტან მანჩესტერ სიტის და თუმცა უნდა ვახსენო მანჩესტერ სიტიში რო ყოფილიყო ჯოშუა ზირგზე გვარდიოლოს სისტემაში იქნებოდა ზე იდეალური ფეხბურთელი აი ისეთ კარგად გამოიყენებდა პეპ გვარდიოლა ამ ფეხბურთელს ჩემი აზრით რავი ძალიან ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა სიტის იგივე შეიძლება 10-ზე დაიყენებია იგივე შეიძლება სრულ ფორვარდად ძალიან ბევრი ვარიაცია შეიძლება ზირგზეზე და ანუ გამოსადეგარი ფეხბურთელია და კარგ სისტემაში დალაგებულ მატჩში ჯოშუა ზირგზე კარგი ფეხბურთელი იქნება. თუმცა ჩემი აზრით მაინც ჰოილუნდის ამ ეტაპზე თავდასხმელებში კარგი იქნება ჰოილუნდი გაუშვათ.
ზირგზე ესე თქვა როტაციისთვის გამოვიყენოთ და ვინმე აი ოსიმენი ან გიოკერესი უნდა მოვიყენოთ აუცილებლად რა. ან გიოკერესი ან ოსიმენი და ზირგზესთვისაც იქნება უკეთესი რომ კონკურენციაში იქნება და უფრო რა თქმა უნდა გაძლიერდება ამიტომ. კი, ზირგზე ძალიან კაი ფეხბურთელია, ეწყობა რომ ინტელექტი აქვს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ახლა როგორ თამაშობს ეს მისი მაქსიმუმი საერთოდ არ არის და კიდე უფრო მომატება შეუძლია და გოლების გატანაც თუ მომატა და თუ ჰოილუნთან მიმართებაში ჰოილუნი იმიტომ ვერ იტანს გოლებს რომ გუნდი ვერ ეწყობა ჰოილუნს და გუნდის ბრალია ზირგზეც იგივე შეგვიძლია თქვა და გოლებს იმიტომ ვერ იტანს ხო კი შეიძლება მაგის თქვა იმიტომ რომ ჰოილუნისგან განსხვავებით ის ჩამოდის ანუ შეტევას შეუძლია ზირგზეს ანუ გახსნითი თვისებები ძალიან ცუდი აქვს ჰოილუნს რა ვერ იხსნება ხოლმე და ჰოილუნს ისიც არ აქვს ზირგზეზე განსხვავებით რომ ანუ პასი საერთოდ არ აქვს პასის კულტურა ანუ გინახია ბოლოს ოლის გააკეთა კარგი პასი ჰოილუნმა ან ჩამოვიდა უკან და ზირგზესავით კარგი პასი გააკეთა ვარჯიშის ვიდეოს უყურებდი და იქ კაი გადაწყდა კაი გადავიდეთ მაშინ გუნდის ფეხბურთელები მორჩით ამ ორი მზე ვისაუბრეთ და ბოლოს არ შეიძლება არ შევეხოთ ინეოსის მოსვლამ ძალიან დიდი იმედები გაუჩინა მანჩესტერ იუნაიტედის კომაგებს იმაზე მეტი ვიდრე ბოლო წლებში რომელიმე მწვრთნელის მოსვლა ყოფილიყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა რომ ეს სისტემურ ცვლილებებს მოიტანდა. ჯერჯერობით, გუნდს არ ეტყობა პროგრესი დიდად. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ისევ გლეიზერები მართავენ და ინეოსი უბრალოდ რაღაცა გლეიზერების სურვილებს საკმაყოფილებს ასე ვთქვათ. ხო, რავი, ესეთი შთაბეჭდილება. თითქოს ისეთი ადამიანებიც მოიყვანეს ბორდში, რომ ძალიან პერსპექტიული ადამიანები იყო, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხედავთ და რავი ნახოთ შემდეგი თან როდესაც აი ზამთარში იგივე სიტიმ დაიმატა უკვე ფეხბურთელები და ვიღაცები ძლიერდება უკვე და ხო ჩვენ ყველაზე მეტად ჭირდება და აი მანჩესტერ იუნაიტედის ჯორჯიას ჯგუფშიც ძალიან ბევრი კრიტიკა ხდება მაგის გამო ინეოს რომ აი არავინ არ მოყავს როცა ყველაზე მეტად ჭირდება ამ ეტაპზე ტრანსფერები და თან რაღაცა უცნაურ აი ესე თქვა ფინანსურ დაზოგებს აკეთებენ აი ხო საშობაო წვეულება გააუქმეს ანუ ბილეთების ფასი გაუზარდეს გუშემატკივრებს და რაღაც ძალიან უცნაურია. აი ამით ფერგიზეც რაღაცა იყო. და აი ესეთ რაღაც გადაწყვეტილებას და ამით რო გინდა რაღაცა სარგებელი მიიღო, ცოტა რაღაცა უცნაური არის ეს ყველაფერი და. მალე მე მგონი ყველა მიხარავდა ფონდსაც შექმნა. ყველა მიხარავდა ინეოსის მოსვლა ჯერჯერობით ანუ ფული ჩაგვირიცხა. მე ხო. ტიტულარი შეგვიგო. ტიტულარი ომარ ბერადას ანგარიშს. ანუ ძალიან ისეთი უცნაურია და მე მგონი სულ ტყუილად ვიხარო და ესე ძალიან ანუ ისეთი იმედად კარგი კადრები შემოვიდა მართლაც ომარ ბერა და ჰოილუნდი მოიყვანა ასეთი ჩართული გამოფში და იმდენად დენეშორტი ყველა დენეშორტი გაუშვეს ახლა დენეშორტი გაუშვეს თუ წავიდა ეგეც ვერ მივხვდი ხო დენეშორტი თუ იმის გამო გაუშვეს რომ ტეჰაგის დარჩენა უნდა და დაიწერო ტეჰაგში კარგი იქნეს მაგრამ ანუ მაინც გონია რომ თათ კარგი ხელმძღვანელობის ხელში არ ვარ. ჯობია რომ არაბები მოსულიყო, როცა იწერებოდა რომ არაბების. თუმცა გლეიზერების წასვლას არაფერი არ ჯობს. კი, მაგაში გეთანხმები. აი, რა შეიძლება ინეოს, ანუ ინეოსი იმედია, ანუ ინეოსზე ვწდები რა და იმედია, ანუ მართლაც კარგი ხელმძღვანელობა და კარგი ტრანსფერებს გააკეთებს ახლა. თუმცა ამ ეტაპზე ძალიან ბევრი კრიტიკა ხდება ინეოს და აბსოლუტურად დამსახურებული და მეც ამ ეტაპზე ჯერჯერობით იმ გულშემატკივრების რიგში ვარ, რომელსაც ინეოსი ჯერჯერობით არ მოწონს. ნუ ფაქტია, ჯერჯერობით გასაკვირი იქნება თუ ვინმეს მოეწონება ინეოსი, იმიტომ ძირეულს არაფერს არ აკეთებს. ხო, იმედია რაღაც კონტურები გამოჩნდება ახალი და დაგვანახებს ინეოსი თუ რატომ არის ამ გუნდში მოსული და რა ამბიციები გააჩნია. და აი ყველაზე კარგი იქნება რა ნიუსიც დაიწერა ჭორის დონეზე, თუ ეგ მოხდა კრისტიანო რონალდომ თუ იყიდა მანჩესტერ იუნაიტედი, აი მან დარწმუნა კრისტიანო რონალდო ოფიციალურად განაცხადა, რომ მას უნდა დიდი კლუბის შეძენა და მანჩესტერზე შესოდესაც კითხეს, წინააღმდეგი არ იქნებია. ანუ ალბათ თუ ყველაფერმა არ გაამართლა ინეოსმა, შემდეგ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, რომ კრისტიანო რონალდო მოვიდეს, აი მან უკვე 100% დარწმუნებული ვარ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი დაბრუნდება. და მოდი ამ დადებით ნოტაზე მანჩესტერ იუნაიტედის დაბრუნების ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. დიდი მადლობა მეგობრებო, გვიყურეთ, ჩვენთან ერთად განიხილეთ ეს ამბები, რაც მანჩესტერს შეეხებოდა. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრი. ასევე გითხარით შემდეგი რაზე გინდათ რომ ვისაუბროთ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩვენი პოდკასტ ბურთის შემდეგ სერიებში და მალე დაგიბრუნდებით. იმედია შემდგომ მანჩესტერის პოდკასტზე იმედია ტენჰაგზე დავასრულეთ
ეგრე აღარ იქნება. ტეხაგზე იმდენად უბრალოდ ცუდად გავითარდა მონელები, ჩვენც არ ქონდა დრო იმის და არც თავი არაფერი იმისთვის რომ ჩაგვეწერა პოდკასტი. ველოდებოდით ამ დღეს, როდესაც გააგდებდნენ ტეხაგს. იმედია რუბენ ამ ორ შემთხვევაში სხვანაირად იქნება და ყველაფერი კარგად განვითარდება. ნუ მინიმუმ ისიც რომ შემდეგ სეზონშიც იქნება ეს სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს. კი ბატონო. დაგემშვიდობებით. დაგემშვიდობებით. კარგად იყავით. კარგად.